საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე წრის მატჩი გაიმართა დღეს ადელის საფეხბურთო სტადიონზე. ერთმანეთს ბათუმის დინამო და მარტვილის მერანი დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს და მერანის ფეხბურთელებს ერთი უპასუხო ბურთი გაუტანეს. სატურნირო მდგომარეობით მარტვილი ცხრილის სათავეშია და უმაღლეს ლიგაში თამაშის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ბათუმის დინამო ამჯერად სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება და უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის. Ijema კარგად ითამაშეს, დაიხარჯეს ბოლომდე, არ იყო ის ხარისხი მეორე ტაიმში და განსაკუთრებით, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ რა. Oni პირველი ტაიმიდან უპირატესობა მქონდა და დამსახურებლად გავიმარჯვეთ. დიდ მადლობას ვუხდით ბიჭებს და მოსულ გულშემატკივრებს. მარტვილი ძლიერი მოწინააღმდეგეა, პირველ ადგილზე მყოფი არის, უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე უნდა გადასვლა, მიზნები აქვს და რა ვიცი, დაძაბული მატჩი იყო პირველი შეხვედრა. ჩვენც იგივე მიზნები გვაქვს, უმაღლეს ლიგაში ვითამაშოთ და ძლიერმა გაიმარჯვა მე ესე ვფიქრობ, ხელამდე შეხვედრაში.